აზრიანეთ მოიხსენოს უყალმა ერთმა ჩვენმა გასწორებისათვის ოლადიაც და მარადის და მე ვარ მამა დემეტრე ქათამაძე, ქვეშის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და ივანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის საფთოჯულის პედაგოგი და სკოლის მოძღვარი. ამ ეპარქიაში მსახურობ 8 წელია, 2 წლის განმავლობაში ვიყავი ბოლნისის სიონის საკათოლიკო ტაძრის დიაკონი. 2 წელია, რაც ამ სკოლაში დავინიშნე მეუფე ეფრემის მიერ მოძღვარად და საფთოჯულის პედაგოგად. შობიდან ეკლესიის წიაღში ვიზრდებოდი, სასულიერო პირებთან ერთად, მოძღვარებთან ერთად და ამანაც განაპირობა ის, რომ ეს ზამერჩია, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სპორტითაც ვიყავი დაკავებული, დავამთავრე 2009 წელს ქუთაისის ანდრია რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, შემდეგ 2009 წელს ჩავაბარე ქალაქ თბილისის სემინარ აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ფსიქოლოგია რელიგიაცნობების ფაკულტეტზე, დავამთავრე 2013 წელს და 2014 წელს ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა და ავიღე დიპლომი. ამავდროულად სკოლის პერიოდში თავიდან ფეხბურთით ვიყავი დაკავებული, შემდეგ რაგბით უნივერსიტეტში სწავლის დროსაც რაგბს თამაშობდი და სწავლის დამთავრების შემდეგ დავიწყე საჯობდი 2 წლის განმავლობაში რაგბში და უკვე 2017 წელს მაღალ ყოველდღიურ სამღვდელოებმა მეუფე ეფრემმა ბოლნისის სიონის საკათოლიკო ტაძარში დამასხა ხელი დიაკვნად და 2017 წლის 9 აპრილიდან ვარ სასულიერო პირი. ერისკაცთან განსხვავებით ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. რა თქმა უნდა ეს არის მძიმე, რთული გზა, მაგრამ მთავარი არის, რომ ამას აკეთებდეს სიყვარულით. ეს იყოს ადამიანის მოწოდება, ეს იყოს ღვთის შემწეობა და ღმერთის წყალობით, ღმერთის შემწეობით ჩვენ ადამიანები, როგორც სასულიერო პირები, ასე ადამიანები უძლურები ვართ. ჩვენით არაფერი არ შეგვიძლია ღმერთის დახმარების გარეშე და აი ღმერთის დახმარებით, ღმერთის იმედით, სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია და ეს გვეხმარება ღვთის შემწეობა, მისი მფარველობა, მისი მადლი. ფარველობთ და ვცდილობთ, რომ ვიყოთ კარგი სასულიერო პირები. სახიერი და ცხოვრების ყოფილი სული ჩემი თუ აც და მარადის და უგულითი გულისამდე. ამინ. ბავშვებთან ურთიერთობა ეს დიდი სიხარულია, დიდი ბედნიერებაა და 2023 წელს, როდესაც მე უფლის ლოცვა-კურთხევით მოვედი ამ სკოლაში, ეს იყო პირველ რიგში ის, რომ დავეხმარო ბავშვებს მივიდნენ ღმერთთან. ეს იქნება სწავლა, ეს იქნება პირადი საუბრები, მეგობრობა მათთან, თუ სპორტის დაინტერესება, ამ ყველაფრის ამოსავალი წყარო ჩემთვის არის, რომ ეს ადამიანები, ბავშვები, ჩვენი ბავშვები მივიდნენ ღმერთთან, კონდეთ ერთმანეთის სიყვარული და კონდეთ სიყვარული ღვთისა. აი ეს არის ჩემი მთავარი მომოძრაებელი, რომ ბავშვები მივიდნენ ღმერთთან. აი ბავშვების დიდი სურვილი იყო და ჩვენ სკოლაში თითქმის ყველა ასაკობრივში, ბიჭებშიც და გოგოებშიც ყავს გუნდები, გამოვდივართ სხვადასხვა ტურნირებზე, ეს იქნება სასკოლო ოლიმპიადა, სასკოლო ლიგა, მასტერ ლიგა, აი თუ კი რაიმე არსებობს ჩემპიონატი, სადაც შეგვიძლია ჩვენ სკოლის სახელით გავიდეთ, ჩართული ვართ როგორც გოგოების, ასევე ბიჭების გუნდებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ეს ჩემი სურვილიც იყო, ეს მეც მიხარია და მაბედნიერებს, თორე ის საქმე ვერ გაკეთდება და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბავშვებს უხარიათ და ამით ვცდილობთ, ჩვენი мотиваცია ის არის, ბავშვებთან ამაზე ხშირად მიდის საუბარი, თითოეული ვარჯიშის დროს, რომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, აუცილებელია სწავლა, აუცილებელია განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მთავარი არის ადამიანი და უპირველესი არის ზრუნოდეს სულზე და ღმერთთან ურთიერთობაზე. ღმერთთან ურთიერთობის სულზე ზრუნვის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება და ვერ ცხონდება. მაგრამ ამავდროულად ჩვენი სული იმყოფება ხორცში და ამ ხორცსაც ჭირდება, ასე რომ ვთქვათ, სიჯანსაღი, თნა და როგორც განათლება, ასევე სპორტი ადამიანს ეხმარება და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ამას ვცდილობთ. ჩემი მოღვაწეობა სკოლაში, გაკვეთილების მხრივ, ჩემი ესე იგი შრომა აი ამ გუნდებთან, ბიჭებთან, გოგოებთან, ეს ამოსავალი წერტილი არის, რომ ამ ერთობით სწავლობთ რას?
გუნდურ სულისკვეთებას, მეგობრობას, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს და ყველაფერი მიყვავს ღმერთამდე. რომ აი ღმერთი არის ჩვენი შემწეხვი, შემწეობის გარეშე ვერაფერს ვერ ვიზამთ, ვერანაირ წარმატებას იქეთე ვერ მოაქვს ღმერთის გარეშე. აი ამას უსვამთ ხოლმე ხაზს. სპორტული ცხოვრება, ჯანსაღი ცხოვრება, რომ განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, დღევანდელ ეპოქაში არის აუცილებელი. ახალგაზრდა თაობა, ეს ბავშვები არიან ძალიან დამოკიდებული აი კომპიუტერზე, ინტერნეტზე, ტელეფონზე და ეს პრობლემაა გამოწვევა ჩვენი თანამედროვე ეპოქის და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბავშვები იყვნენ არა მხოლოდ მაგალითად ფეხბურთზე, ნებისმიერ სხვა სპორტის სახეობას. და ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ ჩვენ შვილებთან, ჩვენ ბავშვებთან უნდა ვიყოთ მეგობრულად და უნდა ვიყოთ სიყვარულით. ეს არის ყველაზე მთავარი. შეიძლება რაღაც პრობლემები იყოს, ეს ასეც იქნება, მაგრამ ყველაფრის სიყვარულით მოგვარება ჯობს ამათით და დაპირისპირებით მოგვარებას. ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდში და კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გადავუხდი ამ დიდი გვერდში დგომისთვის, თითოეულ მათგანს. ამ ბავშვებისთვის ეს არ არის 1 და 2, ეს მთელი ცხოვრება გაყვებათ. ეს გვერდში დგომა, ეს სიხარული, ეს ბედნიერება, რომელიც აქედან მათ მიყვებათ, ეს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ. ეს არის თავარი, რომ ჩვენი მიზანი რა არის, რომ ბავშვი აღზარდოთ ქრისტიანული ღირებულებებით, განათლებით, ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე მივცეთ ბავშვს. და ამ ყველაფერში ჩვენ გვჭირდება ზომიერება, ის რაც არის ჩვენი რელიგია, მართლმადიდებლობა არის ზომიერება. ზედმეტი არც მაგალითად თავისუფლება და მიშვება არგებს ადამიანს და ზედმეტი არც სიმკაცრე არ ვარგებს. უნდა ვიპოვოთ ეს შუალედი, ოქროს შუალედი, ასე ვთქვათ, ის გზა, რომელიც მიდის ქრისტემდე, აი ზუსტად ეს შუალედი უნდა ვიპოვოთ ყველა პედაგოგმა ბავშვთან ურთიერთობაში.